სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენ გზაზე, რომელსაც ჩვენ დადგავართ. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა გვაქვს. გულისხმობ იმას, რომ ამ სავალ გზაზე ხელისშემშელი ფაქტორები, რომლებიც ობიექტურად არსებობენ და ზოგ სუბიექტურად ჩვენ თვითონ ვიწვევთ, ან უпростоრად ობიექტურად არსებობენ ისინი, მაგრამ ჩვენ სუბიექტურად მგზნობიარობა გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე ქრისტიანს ეკადრება, რომ მქონდეს ამ ფაქტორების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ობიექტური ფაქტორები რა არის? ეს არის ეშმაკი, თავისთავად ცხადია და ეს არის ეს სამყარო იმ სულისკვეთებით, რომელიც სულისკვეთებითაც ის არსებობს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი დაცემული ბუნების ნებელობით და ჩვენი დაცემული ბუნების მიდრეკილებებით. ეს პრობლემა ყველას გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გვინდა რომ ცხონდეთ, ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ღვთისნება გამოვიძიოთ და აღვასრულოთ. ჩვენ აქ იმიტომ არ ვართ, რომ უკეთესები გავხდეთ, ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ღმერთის შვილები გავხდეთ და ეს საერთოდ სხვა რაღაცაა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, აი დღეს უკვე გუშინ დილას ფერიცვალების ეს ბრწყინვალე დღესასწაული ვიზეიმეთ და იქაც ითქვა, რომ ქრისტიანობა არ არის რაღაც მორალური კოდექსი, ეს არის უპირველეს ყოვლისა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და სწორედ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობას აქვს ის პრობლემები, რომლებიც არ დაიძლევა უბრალოდ მორალური ცხოვრების წესით, თუმცა რა თქმა უნდა, ზნეობრივი ცხოვრება და ზნეობრივი ნორმების დაცვა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უბრალოდ საკმარისი არ არის. და ხელისშემშელი ფაქტორები ობიექტურად არსებობენ. მაგალითად, ამასოფლის სული, სოფელი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანული სწავლება ესეთია, რომ თავადი ამ სოფლისა არის სატანა. მოგიყვართ ეს სოფელი და რაც არის მასში, გვეუბნება წმინდა წერილი მოციქული იოანე. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სრულად მოვიძულო ღვთისქმნილება, რომ ამ სოფელში ადამიანიც შედის, ხო, მოყვასი შედის. მაგრამ იმ წამსვე მახსენდება კიდევ სხვა სიტყვები წმინდა წერილის, რომელიც ამბობს, რომ ისე შეიყვარა ღმერთმა ეს სოფელი, რომ ძე თვისი მხოლოდ შობილი მოსწამას. და ისე შეიყვარა, რომ მოვიდა და მოკვდა, გესმით? სწორედ ამ სოფლის სიყვარულისათვის. და ეს სოფელი ისე შეიყვარა, რომ მას მერე მომავალში დაბრუნდება რა მეორედ გარდაქმნის ახალ ცად და ახალ ქვეყანად. მანუ მასზე ბოლომდე იზრუნებს, არ მიატოვებს. ანუ ხედავთ, რომ ღმერთს უყვარს ეს სოფელი და ამავე დროს და ჩვენც უნდა გვიყვარდეს შესაბამისად, რადგან ქრისტიანები ვართ. და ამავე დროს არ უნდა გვიყვარდეს და ამის გარკვევა რა უნდა გიყვარდეს და რა არ უნდა გიყვარდეს. ანუ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს ამ სოფელთან. ეს რა თქმა უნდა ქრისტიანული სიბრძნის მიხედვით მაცხოვრებელ ადამიანს შეიძლება კონდეს გადაჭრილი თავის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენ სულ გვეშლება, ჩვენ სულ ვცდუნდები. რითი გვაცდუნებს ეშმაკი? განა ამას სოფლის ინტერესებით არ გვაცდუნებს ეს სოფელი? რატომ არის პავლე მოციქული რო ამბობს, რომ უკანასკნელი მტერი სიკვდილის დამარცხდება ბოლოს, ხო, რატომ არის სიკვდილი მტერი, ბიოლოგიური გარდაცვალება? რატომ არის მტერი? იმისთვის, ვისაც უჭირს, თორე პავლე მოციქულისთვის რა იყო სიკვდილი? შესაძინები, ანუ მას სურდა შეეძინა სიკვდილი, მას სურდა რომ მიეღწია სიკვდილამდე, იმიტომ რომ ის ელოდებოდა გვირგვინს ზეცაში, გესმით? იმიტომ რომ მისთვის სიკვდილი აღარ არსებობდა, იმიტომ რომ ის კი აღარ იყო ცოცხალი, მაშინ ცოცხლობდა იესო ქრისტე. მაგრამ მეორე მხრივ, სიკვდილი როგორც ობიექტურად არსებული კანონი, ანუ ბიოლოგიური გარდაცვალება, როგორც ობიექტურად არსებული კანონი ამ სამყაროში, ჩვენ მტრად იმიტომ იქცევა. იმიტომ არის ჩვენი მტერი. რომ ჩვენ სხვა სიცოცხლის გამოცდილება არ გვაქვს და უნდა გქონდეს ქრისტიანებს. ჩვენ არა გვაქვს ქრისტეს გამოცდილება ჩვენში როგორც სიცოცხლისა, შესაბამისად არა გვაქვს ჩვენ ბიოლოგიური სიცოცხლის გარდა სხვა სიცოცხლის გამოცდილება. და რა თქმა უნდა, ეშმაკი მერე მანიპულირებს, გვაშინებს და ჩვენ ხანდახან კარგავთ ღირსებას სიკვდილის შიშის გამო. რა ღირსებაზეა საუბარი? ღვთის ხატი და მსგავსი რო ვარ, აი ამ ღირსებას კარგავ და სულ მოკლეობას ვავლენ. და სწორედ იმის გამო, რომ არასწორად ვხედავ ამ სოფელს,
იქ სიკვდილია, გარდაცვალება, იქ უსამართლობა, იქ 1000 პრობლემაა, იქ შიმშილია, წყურვილია, ავადმყოფობა არის, განუხორციელებელი გეგმები, რომელიც ყველას გვაქვს, რაღაცა გვინდოდა და აი ვბერდებით და რამდენი განუხორციელებელი რამე დარჩა ადამიანი ფიქრობს, რამდენი რამე უნდა და ვერ ასწრებს. ხო, ეს ფაქტია. და აი ესეთი სურვილები, რომელიც თავისი არსით არ არიან მარადიული. არც ამ ქვეყნიური ცხოვრებაა მარადიული, არც ჯანმრთელობაა მარადიული, არც ჩემი გეგმებია მარადიული, არც ჩემი ნიჭებია მარადიული ამ ქვეყნიური, არაფერი მარადიული არ არის. და აი ამ არამარადიulis გამო მწუხარებამ მე შეიძლება დამაკარგინოს მარადიული. აი დღესაც მე დავიცნე აღმოგიკითხა მეორე კორინთელთას მე-7 თავია ეს როგორ ამბობს ძველ ქართულად წაიკითხავთ და მე ახალ ქართულად რამე თუ ღვთისა მიერი იგი მწუხარება სინანულსა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიქმს ხოლო სოფლისა ამის მწუხარება სიკვდილსა შეიქმს და რას ნიშნავს ახალ ქართულად ერთ-ერთი თარგმანი ერთ-ერთი ვერსია ესეთია ვინაიდან მწუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს ანუ ღვთის გულისათვის მწუხილი რას ნიშნავს მწუხარებ ნეტარიყვნენ გლოვარენი რამე თუ იგინი ნუგეშინის ცემული იქნენ მწუხარებ რომ სულ ღმერთთან არ ვარ აი მინდა რომ სულ ღმერთთან ვიყო და ვერა ვარ აი ამის გამო მწუხარებ და ესეთი მწუხარება სინანულს ბადებს სინანული ეს არის მეტამორფოზის პროცესი მძლავრი პროცესი რომელიც მიმაქანებს პირდაპირ ქრისტესკენ ეს არის სინანული რომელიც 24 საათიანი უნდა კონდეს ადამიანს სულ ჩართული უნდა იყოს ჩვენში სულ ეს სწრაფვა დინამიკა მაგნიტი რო რკინას იზიდავს სულ ესეთი მიზიდულობა უნდა იყოს ჩვენში ღმერთისაკენ აი ეს არის სინანული და ეს სინანული წარმოიშობა სწორედ იმის გამო რომ მწუხარებ რომ ღმერთთან ვერ ვარ ისე როგორც უნდა ვიყო და ამ ქვეყნიური წუხილი კი აგრძელებს პავლე მოციქული სიკვდილის დასაბამია გულისხმობს სულიერ სიკვდილს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს და რა ქვია იმას რომელიც აი ასე გვაზიანებდეს შეიძლება და ჩვენში ბადებდეს ამასოფლის გამო მწუხარებას ხო რა არის ეს იწოდება ანუ არაჯანსაღი დამოკიდებულება ამ სოფელთან ეს იწოდება ღვთის ნების საწინააღმდეგო მდგომარეობა და ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედებად რომელსაც ქვია ვნება და ეს სწორედ აი დღეს რამდენიმე მუხლი მინდა სწორედ ამის შესახებ წმინდა კვლავ წმინდა ისააკ ასურიდან აღმოგიკითხოთ როგორ საუბრობს იგი ამ თემებზე ზუსტად რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით და კითხვას პირდაპირ ეს ესვავს წმინდა ისააკ ასური კვლავ ეს არის 38 სიტყვის გაგრძელება ჩვენ სადაც გავჩერდით ესეთ კითხვას სვავს რა არის ვნება რა არის ვნება თვითონ ეტიმოლოგიურად ტკივილს ნიშნავს აი შეიძლება ესე ვთქვათ რა არის ტკივილი მაგალითად ხო აი რა არის ტანჯვა რა არის ვნება ნუ ამ შემთხვევაში ეს სიტყვა გამოიყენება მაგრამ ამას ნიშნავს ანუ ის რაც მაზიანებს პასუხი ამ სოფლისაგან წარმოშობილი ზრახვანი აი რასაც პავლე მოციქული ამბობს რომ წუხარება ამას სოფლზაზე და რომ რაღაც ისე ვერ გამოვიდა რაღაც ისე არ ეს გამოწვევა აი მაგალითად თითოეული ქრისტიანისათვის ამასოფლის განსაცდელები არის გამოწვევა. და ხა ჩვენ მღვდლებს ამ კუთხით ალბათ ექიმებსაც აქვს გავსი რამ ხო თავისთავად ცხადია. ანუ ესე იგი ჩვენი ხო ყოფნის ჩვენი რა გვაქვს და გარდა იმისა რომ ჩვენი გვაქვს უამრავი ადამიანი რომელთაც ხო განსაცდელები ყველას აქვს და განსაკუთრებულად კიდე დიდი განსაცდელები როცა არის ან დაუსრულებელი განსაცდელები და ადამიანი რომ მოდის ადამიანმა ლოგიკურად და პრაგმატულად კი იცის რომ მე ღმერთი არა ვარ და მე არ შემიძლია რომ მისი ყოფიერება ესე შევცვალო ხო გასაგებია ხო ეს ღვთის ხელშია მაგრამ ის რადგან ღვდელი ვარ ის რომ მოდის ის შენ რომ გეუბნება აი იცი ეს პრობლემა მაქვს მე სადღაც მაშინ იმედი კი აფობს რომ აი მე რომ მეუბნება და მე ისეთ რამეს ვეტყვი და მე რომ ვილოცებ და რაღაცა გესმით ეს იმხელა განსაცდელია ჩვენთვის სასულიერო პირებისთვის იმხელა გამოცდა ისეთი მიზეზი ხდება მწუხარებისა რომ ვერ ეხმარები ადამიანებს იმიტომ რომ ნუ ღვთის გაგება ხანდახან აგე პავლე მოციქული საკუთარ თავზე მოცულობდა იტანჯებოდა პავლე მოციქული სასწავლო მოქმედი იყო პავლე მოციქული მკვდრებს აღადგენდა კაცო და განკურნეო და არ განკურნავა უფალმა უთხრა გესმის
7 დიაკვნიდან ყველაზე საუკეთესო სტეფანე იყო და ქვებით ჩაქოლეს ძალიან მალე. ვინ ჩაწვდება ღვთის განგებულებას, რა ხდება, როგორ ხდება, როგორ წარიმართება თითოეული ადამიანის ცხოვრება, ეს არავინ იცის, მაგრამ ეს გამოწვევა არის და ჩვენთვის მაგალითად აი თითოეული თქვენგანის განსაცდელი გამოწვევა. გესმით? ეს არის მოცემულობა ესეთი. თორე აი ეს ყველაფერი მე გარკვეულ გრძნობებს, აზრებს და გრძნობებს და გულის სიტყვებს ბადებს ჩვენში. და აი ამას ამბობს, რომ რა არის ვნება და პასუხსებს ამ სოფლისაგან წარმოშობილი ზრახვანი, რომელიც ეხლა აქ თითქოს მიწიერზე ძალიან მიწიერად ჩამოყავს, მაგრამ ყველაფერი აქ რაც ამ ქვეყნიურია გამოუსვლელი, რომ არ გამოსულა და უნდა გამოსულიყო და არ გამოსულა და ეს განსაცდელად გვექცა, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენს ამ ქვეყნიურ ხორციელ ცხოვრებას უკავშირდება. ჯანმრთელობას, სიმართლეს, გარდაცვალება, არ გარდაცვალებას, სიცოცხლეს, სიკვდილს, ბიოლოგიურს. ამიტომ ესე ამბობს, რომ ამ სოფლისაგან წარმოშობილი ზრახვანი, რომლებიც სხეულს ზედმეტი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაგან განაწყობენ. და რა არის ეს ზედმეტი მოთხოვნილება? ადამიანმა ცოტა ხანი იცხოვრა, გარდაიცვალა, დიდი ხანი გვინდოდა გვეცხოვრა. ადამიანს ესე იგი ნიჭიერი იყო და ნიჭის შესაბამისად არ გაუმართლა. ადამიანს სამსახურში უსამართლოდ მოექცენ და გამოუშვეს. ეს ყველაფერი ხორციელი მოთხოვნილებებია და რაცაც ველოდი, რაც მინდოდა, რისი ღირსიც ვიყავი და რაც როგორც კაი ქრისტიანს მეკუთვნოდა, არ გამოვიდა ის, გესმით? აი არ გამოვიდა. ანუ მე მეტი მინდოდა, ვიდრე მივიღე და ვის მიმართ შეიძლება მქონდეს პრეტენზია. და აი ეს არის ვნება, რომ აზიანებს. ჩემში ეს პრეტენზიულობა ჩნდება და ეს ვნებათ მეკცევა და მაზიანებს, გესმის? ანუ ვნება ტყივილს, დაზიანებას იწვევს, ჩემი როგორც ღვთის ხატი და მსგავსი არსების. გესმით? აი ეს არის ვნება. ეს პრობლემაა, რა თქმა უნდა. და სანამ ეს სოფელი იარსებებს, სანამ ჩვენ ამ სოფელში ვიარსებებთ, ამგვარი ზრახვანი არასოდეს შეწყდება. ახლა ის აკასური გვეუბნება, რომ გასაკვირი კი არ არის. ჩვენ ყველას გვჭირს ეს და არასოდეს დასრულდება ეს, სულ გვექნება ეს პრობლემა. სულ ექნება ეს ჭიდილი ჩვენში. მაგრამ ადამიანი, რომელიც ღვთაებრივი მადლის, მიღების, ღირსი გახდა და მისი სიტყვება იგება. გახსოვთ მე რამდენიმე ქადაგების წინ გითხარით, რომ ეს სიტყვება თუ იგემე და თუ შენ ესე იგი კონცენტრირდი როგორც პიროვნება იქ, სადაც ეს იგემე, ყველაფერი ფერფთალდება. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ის მძლავრი განცდა, რომელიც შენ განიცადე, სტაბილურად ძლიერი არ არის ხოლმე. და ის რო იკლებს, მერე ისევ წარგიტაცებს ხოლმე ეს სოფელი და ისევ სულ მოკლეობას ავლენ. ის როცა ძლიერდება, ისევ გადადიხარ იქ და მაშინ არაფერს არ გეშინია და მზადახარ იმ წამსვე გარდაიცვალო და შემდეგ. და საერთოდ არაფერი პრობლემა აღარ არის, მაგრამ ის არ ჩერდება, ისევ იკლებს. ამას თავის მიზეზები აქვს, საღვთო განგებულები ხდება, ღმერთს ვერ დაიჭერეს, როგორც სინათლეს ვერ დაიჭერ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი დარდობს, რომ ის ხედავდა, ის კი არ გზნობდა და განიცდიდა, უბრალოდ ის ხედავდა ღმერთს საღვთო ენერგიებში, როგორც მოციქულებმა იხელეს, ოღონდ თავის შიგნით ხედავდა ის და ვერ იჭერდა, შიგნითაც ხედავდა, კარეთაც ხედავდა და როგორც სინათლეს ვერ დაიჭერო, ისე ვერ იჭერდა და ამაზე წუხდა. მაგრამ არასოდეს შეწყდება ეს პრობლემები აქვს ზრახვანი, მაგრამ ადამიანი, რომელიც ღვთაებრივი მადლის მიღების ღირსი გახდა და მისი სიტყვება იგემა, ზრახვებისა და გულის სიტყვების გულში შემოსვლას აღარ დაუშვებს. განა არ იქნება მიზეზი, რომ ეს გულის სიტყვა მქონდეს, რომელიც მე მაწუხებს, კითხვებს ვსვავ, როდემდე უფალო, ტკივა მაწუხებს, ასე შემდეგ, ხო? განა აღარ იქნება, მაგრამ მე მას გულში აღარ უშვებ. რატო არ უშვებ გულში? ის ხო ძალიან ძლიერი ენერგიით მოდის. თან იმის უკან ხო ეშმაკი დგას. როგორ ვახერხებ მე, რომ ის ჩემს გულში არ შემოდის? რაღაცა რო გტკივა, როგორ ახერხებ, რომ გავიყუჩო, როგორ, ხო? ღმერთია იქ. რადგან ღმერთია ის ვეღარ შემოდის. აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ამიტომ ერთადერთი გზა, თუ ჩვენ გვინდა რომ თავი დავიცვათ ამასოფლის ვნებებისგან, ან ვნებებისგან, რომელიც ამასოფლის სულით იკვებება, ეს არის ჩვენს გულში ქრისტეს ყოფობა. სხვა მეთოდი არ ჭრის აქ. და ხანდახან არის ხოლმე ჩემთან ადამიანი, რომ მოდის და თავის მძიმე პრობლემას რო დამიდებს ხოლმე წინ. როცა შესაძლებელია რაღაცა დამრიგებლური ითქვას, ჩემგან არა, რა თქმა უნდა, ეკლესიის სწავლებიდან მე მას ვეუბნები, მაგრამ ხანდახან აბსოლუტურად შეუძლებელია რამე დამრიგებული უთხრა, მით უმეტეს თუ
თეოლოგიურად, ეკლესიურად გამოცდილი და განათლებული ადამიანია. ასე დროს ერთადერთი მრჩება ხოლმე ჩუმდები, არაფერს არ ვეუბნები. სიტყვა არ მეძლევა, მინდა რომ გავჩუმდეს საერთოდ. ერთადერთი რჩება გულში ვებედრები უფალს ღმერთო შენ უშველი. სხვა ვარიანტი აღარ არის. გესმით? იმიტომ რომ ღმერთის გარდა, როცა ადამიანი ეგეთ კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩიხში შედის, ღმერთის გარდა მშველელი ადამიანის არავინ არ არის. მის გულში უკვე სხვა, მათ ასეთი ადამიანის გულში, ვის გულშიც ქრისტეა და შესაბამისად ასეთ გულის სიტყვებს აღარ უშვებს, ასეთი ადამიანის გულში სხვა მათზე უმჯობესი მკვიდრობს, ამ ქვეყნიურ გულის სიტყვებზე უმჯობესი მკვიდრობს, ამიტომ გულის სიტყვებს და ზრახვებს არ იკარებს. ასეთი ადამიანის გული ამ სოფლის ზრახვათათვის მკვდარია. ესეც იცით რას ნიშნავს? ნათლობის აღთქმა აქვს შესრულებული. ნათლობის აღთქმის დროს ჩვენ მკვდებით ქრისტესთან ერთად, რომ მე მასთან ერთად მარადიულად ვიცოცხლოთ. მკვდებით ამ სოფლისათვის, რომ მასთან ერთად სასუფეველში ვიცხოვროთ. და ასეთ ადამიანს შესრულებული აქვს უკვე ნათლობის მადლი ბოლომდე და ამ სოფლის ზრახვათათვის, ანუ ცოდვისათვის, ანუ ის რაც ღმერთს ამაცდენს, იმისთვის მკვდარია. იგი სხვა რამით ცხოვრობს ასეთი ადამიანი, მის გონებაში აღარაა ქაოსი და შფოთი. რატო? იმიტომ რომ მის გულში არის ის, ვინც ამბობს მე ვარ მშვიდი. ის ცხოვრობს მის გულში, იგი აღსებულია და დამტკბარია სხვა რამით, ანუ იესო ქრისტეთ. შემდეგ ესეთ რამეს ამბობს ისააკ ასური, ეს ამონარიდებია, ფრაგმენტებია ამ შემთხვევაში 38 სიტყვიდან. თუ მღვიძარების კანონს დავიცავთ, ვიმოქმედებთ განსჯით და მეცნიერებით, ნახეთ, მღვიძარების კანონში რა იგულისხმება? მღვიძარების კანონში იგულისხმება სულიერი მღვიძარება ამ შემთხვევაში, არა ფიზიოლოგიური. რას ნიშნავს? ყოველთვის გონებით გულს ვაკონტროლებ. გონებით გულის კონტროლი, ეს არის ნორმალური მდგომარეობა ქრისტიანისათვის და იგი უნდა მიმდინარეობდეს 24 საათიან რეჟიმში თუ ადამიანი ქრისტიანია. მაგრამ ამისათვის არ არის საკმარისი უბრალოდ მენტალური ყურადღება გულზე. აბა რამე არ გამომიპაროს, ეს არ შველის. იმიტომ რომ იქ ვინც გებრძვის, იმას ძალიან დიდი ძალა აქვს, ის ეშმაკია. ერთადერთი გამოსავალია რა არის? ეს ისწავლება, ანუ მღვიძარება ისწავლება გონებისმიერი ლოცვით, როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ცდილობს გონებით გულში იესოს მოუხმოს. თუ ადამიანი ახერხებს ამას, იესოს მოხმობას გონებით გულში წლების განმავლობაში, ყურადღებით, ნელ-ნელა ეს ჩვევა კი არ ხდება უბრალოდ, არამედ ადამიანის შიგა სულიერ ანატომიას ცვლის და ის მღვიძარე ხდება, ფხიზელი ხდება, მას ეშმაკი ვეღარ ატყვილებს. ასეთი ადამიანი და მღვიძარების კანონის დადება ამას ნიშნავს, როცა ადამიანი ამას მიაღწევს და ამ მიმართულებით შრომობს. და თუ მღვიძარების კანონს დავიცავთ, ვიმოქმედებთ განსჯით, ეხლა განსჯა რა არის? არა მარტო მღვიძარება, რომ აღმოვაჩინე, რაღაცა შემოვიდა გულის სიტყვა, არამედ გამსაჯე. რა არის ეს? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანს არა განსჯის უნარი, მარტო მღვიძარება არ შველის. მას უნდა შეერდოს გარჩევა, რასთან აქვს საქმე. ამიტომ ამბობს ორივეს. მღვიძარება, ვიმოქმედებთ განსჯით და მეცნიერებით. ნახეთ, კიდე რა არის საჭირო? მეცნიერება, ანუ ცოდნა. რა არის? რა ცოდნაზეა საუბარი? რა არის ღვთისნება? რა უნდა ღმერთს? ესე იგი ერთია რომ დავაფიქსირე შემოსული გულის სიტყვა, მეორეა რომ გამსაჯე როგორია, ასეთი თუ ისეთი და რის მიხედვით გამსაჯე, ცოდნის, ანუ მეცნიერებით ცოდნის მიხედვით და რა ცოდნაზეა საუბარი, რა უნდა ღმერთს? ღვთისნებასთან ამდენად თანხვედრაშია ეს ყველაფერი. და როცა ამ კანონს ვიცავთ, მოქმედებთ განსჯით და მეცნიერებით, ამ ყველაფრის ნაყოფი, რომელთა ნაყოფიც მარადიული სიცოცხლეა, ამ ყველაფრის ნაყოფი, ასეთი ცხოვრების ნაყოფი მარადიული სიცოცხლეა, ანუ აქვე განვიცდი უკვე, რადგან მარადისობას ხვალე არ აქვს, მე მარადიულ სიცოცხლეს, ანუ ღმერთს აქვე განვიცდი, მაშინ ვრნებიანი ზრახვანი და გულის სიტყვანი გონებას ვერ მიეკარება და ვერც გულში დამკვიდრდება. როგორ დამკვიდრდება იქ ქრისტეს უფებს? რამე თუ ეს უკანასკნელი საღვთო მეცნიერებით და ნახეთ საღვთო მეცნიერებით ღმერთს რო იცნობ ამას ნიშნავს და ღმერთს რო იცნობ ეს არის მარადიული სიცოცხლე როგორც უფალი გვასწავლის და ღმერთთან საიდუმლო შეხვედრის მოლოდინითა ახსავს. ერთია რომ სულ ეძებ და გინდა და მოუხმობ და ცდილობ რომ მასთან იყო და ხო არ არის ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა, ხო ბუნებრივია, სამწუხაროა, მაგრამ ესეა. მაგრამ იმედი არასოდეს არ
გტოვებს, სულ ყოველთვის შენთან არის, რომ აი ეხლა უფრო მეტად გამოვა. ეხლა ყოველ იესოს სახელის ხსენებაზე, ყოველ ლოცვაზე დადგომაზე, ყოველ წირვაზე მოსვლაზე, ყოველ ზიარებაზე, ყოველ დაძინებაზე, ყოველ გაღვიძებაზე, სულ მუდამ ხარ იმედით ახსავსე, მოლოდინით, ნახეთ, ღმერთთან საიდუმლო შეხვედრის მოლოდინითაა ახსავსე ასეთი ადამიანი. გესმით რას ნიშნავს ეს? სანამ ადამიანი ცოცხალია, მას სიფხიზლის, ზრუნვის და მღვიძარების მუდმივი საჭიროება აქვს. ესე იგი, არასოდეს მოხდება ისე, რომ შენ რაღაც საფეხურზე მიხვედი, უკვე ესე იგი განიცადე ღმერთი და ახლა შეგიძლია დაისვენო. სულ მუდმივად გაქვს ამის საჭიროება, სანამ ცოცხალია, ანუ ბიოლოგიურად სანამ ცოცხლები ვართ. რათა საკუთარი საუნჯე დაიცვას, ეს დაწყებული ადამიანიდან 64-ში რა უნდა ეკეთებინა, დაემუშავებინა და დაეცვა. აი ეს დამუშავება არის ეს მუდმივი ძიების პროცესი, ხოლო დაცვა აუცილებელია, თორე შეიძლება ის მიღებული დაკარგო. ის დავალება, რაც ადამიანს 64-ში ქონა, ყოველი ადამიანის, ყოველი ქრისტიანის დავალებაა ეს. ესე იგი, საკუთარი საუნჯე უნდა დაიცვას, ღვიძარე იყოს, თუ ზრუნვასა და სიფხიზლეს მიატოვებს. რატომ არის, რომ ადამიანები ვერ ინარჩუნებენ სტაბილურად ეკლესიურ ცხოვრებას? ვერ ინარჩუნებენ. ცოტა ხანი იცხოვროს, მე გავაბე. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ აი ეს მუდმივობა არ შეუვლიათ. ანუ ადამიანს არ ყოფნის არაქათი არ ყოფნის, შეიძლება ასე ითქვას, არ ყოფნის გონიერება, არ ყოფნის ენერგია, არ ყოფნის ერთგულება, სულ მოკლე ხდება ადამიანი. არ შეიძლება მებრძოლი ომის დროს, რომელიც ფრონტზე იმყოფება, მოდუნდეს და მიიძინოს. სანამ ომი არ დამთავრდება, ის არ შეიძლება მოდუნებული იყოს, იმიტომ რომ მოკლავენ და ჩვენი ომი არის ჩვენი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გრძელდება ომი. და ამიტომ ამბობს, თუ ზრუნვასა და სიფხიზლეს მიატოვებს, რა ემართება? დაავადდება და განიძარცვება. დაავადდება რითი? ღმერთს ნაკლებად დაინახავს, განიძარცვება, ღვთისმადლისაგან განიძარცვება. არა მხოლოდ გარკვეულ ნაყოფის გამოღებამდე უნდა ვიშრომოთ. ეგეთი ნაყოფი არ არსებობს, რომელიც იქნება ბოლო ნაყოფი ამ სამყაროში. ამას ამბობს. არა მხოლოდ გარკვეული ნაყოფის გამოღებამდე უნდა ვიშრომოთ, არამედ სულის, აი რაც მე წერან გითხარით, სულის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ადამიანი, რომელიც ასე ცხოვრობს, მას სიკვდილის როგორ შეეშინდება. ეს მისი ამოსუნთქვა, იცით რა იქნება? აი რომ ადამიანი ქრისტეს სახელით რომ სუნთქვავს იესოთი რომ სუნთქავს. ჩასუნთქვაც იესოა მისი და ამოსუნთქვაც იესოა მისი და აი იესოსთან ერთად ამოისუნთქავს და საწავა ასეთი სული თუ არა ქრისტესთან ვისი სახელითაც ისუნთქავდა. გესმით რაშია საქმე? ამიტომ სულის უკანასკნელ, არამედ სულის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა იშრომოს. არც თუ იშვიათად უკვე მოსული ნაყოფი გაუნადგურებია მოულოდნელად წამოსულ სეტყვას, ახლა სიმბოლო მოყავს, ხო? თითქოს ნაყოფია, დაკრიფო უკვე, ესე იგი იხეიროები შენი შრომისაგან და წამოვიდა სეტყვა გაანადგურა. ეს სულიერ ცხოვრებაშიც ასე ხდება. ამ სოფლიურ საქმეებში აღრეული და ჩვენ ვართ ამ სოფლიურ საქმეებში აღრეული. ამ სოფლებში საქმეებში აღრეული ვერ იქნება დარწმუნებული, რომ სულიერ ჯანმრთელობას ბოლომდე შეინარჩუნებს. არც ერთი ჩვენგანი არ იქნება, ვერ არის ამაში დარწმუნებული. ამიტომ ეს სიფხიზლე, ღვიძარება ბოლომდე უნდა გქონდეს, შრომის უნარი უნდა ბოლომდე გქონდეს და გვახსოვდეს, რომ ჩვენ თუ ვართ ქრისტესნი, მას ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ მიმყოფებით მტრულ გარემოში. აი ეს სოფელი, ამასოფლის სული მტრული გარემოა. ყველაფერი არის მობილიზებული იმისთვის, რომ ჩვენი გულიდან ქრისტე განდევნოს. ამიტომ ჩვენი მოდუნება არაფრით არ შეიძლება. და ვინც აი ესე ცხოვრობს, როგორც ისააკასური გვეუბნება, რომელიც თანხმდრაშია პირდაპირ წმინდა წერილთან, რა თქმა უნდა, წეღანას მიხვდით ამას, ის კი არ იღლება სინამდვილეში. და ის უბედური კი არ ხდება, არამედ ის ბედნიერობს ამ შრომით და ბრძოლით, იმიტომ რომ ამ შრომას და ბრძოლას მოაქვს ტკბილი ღმერთის განცდა ადამიანის გულში. და დამტკბარია ასეთი ადამიანი ღმერთით. და ამ სიტყვებას მოაქვს სიხარული და გახარებული ასეთი ადამიანი. უშიშარია ასეთი ადამიანი. ასეთი ადამიანი შინაგანად ანათებს. გესმით? ეს სინათლე თავად ღმერთია. და თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები, აი ასე უნდა ვიცხოვროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ აგვაქვს და მადლობა ღმერთს ამისათვის. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს.
და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.